ბევრმა ნახეთ ალბათ როგორ მღერიან ქოცები მეგრულს. აშოჩელას. შუაში ჩაუსვამთ შალვა პაპუაშვილი და გარშემო წრეშე უკრავთ და მღერია მეგრულად. პაპუაშვილი როგორც ვიცი ბავშვობაში დადიოდა რაღაც საბავშვო ანსამბლში. მღეროდა. მაგრამ ვიდეო ახლა გაავრცელა ირაკლის ზარქუა. მადლობებით რომ ასე ყვარებიათ ჩემი სამეგრელო. და ალბათ ქვეტექსტით რომ წალენჯი ხაში ვნახეთ ვინავა რომ გადამარტო დუბაისა და მონაკოშიო. ახლა შესრულება მართალ გითხრათ საშუალო ან საშუალოზე დაბალი. მაგრამ ბევრმა ალბათ არ მიაქციეთ ყურადღება რომ გადაღებული არის ძალიან პროფესიულად. სავარაუდოდ ირაკლის ზარქუამ პროფესიონალი ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფი იპოვნა და უთხრა რომ ჩემი კანტორის ხალხი ჩამოდის და კარგად გადაიღეო. ოღონდ თან ისე გადაიღე რომ ვითომ ვერ არიციან და ვერ ხედავენ. და იმანაც რომ რამდენადაც ტელეფონი შეეძლო გადაიღო. ახლა სუფრაზე გადაღებული ვიდეო ხო ყველას გვინახავს ბევრი. ხან ხელი უკანკალებს ოპერატორს, ხან ფოკუსიერება. ამას არც ხელი უკანკალებს, არც ფოკუსიერება. პანორამა გადადის მარჯვნივ, პანორამა გადადის მარცხნივ. მერე ზუმია და ყოველთვის ცენტრში არის შალვა პაპუაშვილი. ისე რომ კადრი არ ირღვევა და არ ფუჭდება. ხო და მე რო ახლა ვინმე რადიკალი ოპოზიციონერი ვიყოდი, აი თქვენი უსმენო და უსინდისო ბაობაბიც მეთქი. მე რომ ვინმე აკაცუკი ვიტყოდი წამდაგიკეტოთ პირი მეთქი. მაგრამ ხომ არც ერთი ვარ და არც მეორე. ამიტომ გეტყვით რომ ეს მთელი პერფორმანსი რაც ჩაგიფიქრებიათ ძალიან იაფასიანი პლაგიატია. სანდრა რულოვსი რომ მღეროდა, ჯერ სწავლობდა და მერე მღეროდა მეგრულად, ის ნიდერლანდელია. პლასიდო დომინგო რომ მღეროდა მეგრულად, ის ფლა დომინგოა და თქვენ ვის დაეკარგეთ საერთოდ? თქვენგან ყველაფერი თქვენივე ენაზე არის დიშოვი პლაგიატი. ხო და მე არ ვიცი ვინ ჩააბარეთ ირაკლის ზარქუას პიარი, მაგრამ როგორც ჩააბარეთ, ისე გამოვართვით ახლა, იმიტომ რომ არ არის მაგის საქმე და არ გამოსდის. გაუშვით იმ საქმის აკეთებლად, რომელიც გამოსდის. წავიდეს იყიდოს ტორტიკი და მიუტანოს იმ კრასატულიჩკას, თორე დარჩა ეს გოგო გაუფორმებელი.